გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ მერკურიზე და თუ როგორი ინტერპრეტაცია აქვს მერკურის პირად რუკაში. და განვიხილავთ თითოეულ ნიშნავს, რა თქმა უნდა. შეგახსენებთ საკუთარ თავს ლეილა. გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს და ლაიქოთ და კომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მერკური პირად რუკაში აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მხოლოდ მერკურიზეა საუბარი და მცირე ინფორმაცია იქნება, ასევე ასპექტირება არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელ სახლშია და რომელ ნიშანშია. ეს ყველაფერი მერკურის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ელფერს აძლევს. ეხლა ზოგადად მერკური რას განაგებს პირად რუკაში. პირველ რიგში მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციის უნარზე. თუ როგორ შეუძლია ადამიანს კომუნიკაცია, შეუძლია თუ არა საერთოდ და ასე შემდეგ. შემდეგ იგი განათლებაზე მიუთითებს, მეხსიერებაზე, განათლებაზე, მიდრეკილებაზე სწავლის მიმართ, ეს ყველაფერი მერკურის ახასიათებს, ანუ მერკური მართავს მას. ასევე მერკური განაგებს ტრანსპორტებს, შესაბამისად ესეც პირად რუკაში ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად ყველა პლანეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა პლანეტის განლაგება. ასევე იგი მიუთითებს როგორც ნათესავებზე, მეზობლებზე, მაგრამ რაც ყველაზე ძალიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ დაძმებზე და ანუ დაძმური ურთიერთობა ვისთანაც გვაქვს ამ ადამიანებზე. და შესაბამისად მათი განლაგება სხვადასხვა ნიშნებში სხვადასხვანაირად ახასიათებს ადამიანს. მაგალითად, რომელიღაცა ნიშანში, როცა არის ადამიანი, ხვდებით როგორი მეტყველების უნარი აქვს, ან როგორ ესმის გაგებული, სხვა საუბრობს და როგორ ესმის მისი გაგებული, მოდი ასე ვთქვათ. ასევე მერკური პასუხისმგებელია როგორც ანუ ფლირტაობის უნარზე, მოდი ასე ვთქვათ, და გააჩნია რა ნიშანშია. ასევე მერკური კიდევ ვამბობ, რომ განათლებაზე მიუთითებს და ძირითადად, რა თქმა უნდა, ეს როგორც შეიძლება გრძელვადიანი იყოს, ისე მოკლებადიანი ნიშანს გააჩნია. თუმცა განათლებაზე მხოლოდ მერკური არ მიუთითებს. თუმცა ეს ერთ-ერთია. და მოკლედ ეხლა თქვენის ნებართვით გადავალ უშუალოდ კონკრეტულ ნიშნებზე, თუ როგორ ავლენს თავს მერკური. მერკური მორიელში არიან ადამიანები სიტყვა ბასრები, ასე ვთქვათ. ძალიან ესეთი პირდაპირი საუბარი ახასიათებთ ხოლმე. ჯერთი ძალიან დიდი მოთმინების უნარი აქვს. თვითმენ და მერე თუ ანუ ამოასხა, ასე ვთქვათ, ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ მართლა ესეა. შეიძლება არც ელოდე რომ რაღაცა, იმიტომ რომ ჩუმად არის და მერე თუ ამოხედქა, ისეთ სიტყვას გეტყვის, რომ გაგაშეშებს იქვე. ანუ აი ძალიან ენაბასრები არიან და მაქსიმალურად იციან რომ ესე არიან და იკავებენ თავს. შესაბამისად ამისა, თუ კი ძალიან დაიღალა და ნახა რომ იცი რა, ვერ ხვდებით თქვენით, შეიძლება ძალიან ისეთ სიტყვა შეარჩიოს, რომ ჯერში შოქში იყოთ და მეორე კიდე ძალიან გეტკინოთ რა. ამიტომ ცოტა ფრთხილად მერკური მორიელში რა იყო. მერკური მორიელში არის ადამიანი, რომელსაც მოსწონს, ძალიან მოსწონს ხოლმე, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს რომ ყველას. ერთხელ ასპექტირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსწონთ ხოლმე აი ესეთი იდუმალ ფერებში მანქანები რა, აი მაგალითად როგორც არის შავი, მუქი, ბორდოსფერი, მუქი, მწვანე და ასე შემდეგ, რაღაცა იდუმალი ფერები, მოდი ასე ვთქვათ. და რაღაც განსხვავებული იერი უნდა გქონდეს აი ამ მანქანას. მერკური მორიელში არიან ადამიანები, რომლებსაც სწავლა აინტერესებთ და აინტერესებთ სწავლა რა მიმართულებით. ყველაფერი, რაც დაფარულია და რასაც ზღვა მასალა მოყვება. ანუ აი მარტივს არ ეჭიდებიან ხოლმე, ძალიან რთულ უყვართ ხოლმე, რომ რთულს მოეჭიდონ და აი მე შინაგანად ეს აქვთ, რომ რაღაცა ეს შეძლონ. და ამით ტრანსფორმირდნენ. და სხვათა შორის მერკური მორიელში სიტყვა, ანუ მერკური მორიელის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ცხოვრება შეცვალოს მისმა სიტყვამ, რა იმდენად ისეთი საკმაოდ ძლიერი სიტყვა ეთქმის, მოდი ასე ვქოთ, ძლიერი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე.
მერკური მორიელში არიან ადამიანები, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვთ ხოლმე, ანუ ზოგადად ოჯახის წევრების მიმართ და და-ძმებთან ურთიერთობასთან ძალიან ზრუნველები არიან, მაგრამ და-ძმებმა ეს უნდა დაინახონ, ასე ვთქვათ, თუ არა შეიძლება ისე მიუხედავად იმისა, რომ მათი დედმამიშვილები იყვნენ, შეიძლება უბრალოდ ხაზი გადაუსვას. ანუ აი ესა აქვთ რა, ამიტომ ძალიან მართლა სიფრთხილეა საჭირო მერკური მორიელთან. კარგით, ეხლა დროს ვაჭარბებთ და უნდა დაგემშვიდობოთ. სათქმელი კი ბევრია, მართლა მეც მინდა, მაგრამ უნდა გადავიდეთ სხვა ნიშანზე თქვენის ნებართვით.